უნიჭიერესი და ლამაზი ნატალია ქუთათელაძე. ჩავიხედე სარკეში და ვხედავ რომ ერთი ცალი ჭაღარა აქედან ხელს მიქნევს. და ნუ განგაში და დურეკავდე ჩემს რომ всё მე დავბერდი. ხლავე მოგხედავდა რა გადამაბარა გალბატონ ნატალის. დავმშვიდდი მენტალურად რაც მთავარია ვხედავ შედეგს და ვარ ძალიან იმედიანი ტანის პროცედურებს ვიკეთებ. უფრო ნაკლები ნდობა აბსოლუტურად ყველა პროცედურაში შედის თავისი მასაჟი. აშვაგანდა და ტრიფალა. აგვისტოში დღის 2 საათზე არ წამისვამს. ყველაზე ძალიან მიყვარს ცივი წყლით სახის დაბანა. ბებია ჩემისგან მახსოვს რა პირდაპირ ცივ წყალს შეისყავდა ხოლმე. გავიკითხე და მივხვდი რომ ნუ არა აქვს ალტერნატივა ბოტო. მიმიკა აუცილებლად უნდა რჩებოდეს. ნანი ძალიან დიდი შეგნების და კულტურის ადამიანია. დილად საღამოს მადლობას ვუხდი ღმერთს რომ ამ ოჯახში გავჩდი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი გვყავს, უნიჭიერესი და ლამაზი ნატალია ქუთათელაძე. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ლამაზო და კარგო გოგოებო. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენც ძალიან გვიხარია შენი მოსვლა, მადლობა მობრძანებისთვის. სხვათა შორის აი რაც პოდკასტი დავიწყეთ, იმის მერე ერთ-ერთი აი სულ პირველი რომ აი ნატალია მართლა ნუ სულ გვინდა რომ ლამაზესი სახის როგორც გამორჩეული ქალბატონი ჩვენს ქალაქში და ძალიან მიხარია, მადლობა. დღეს დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ისეთ საინტერესო საუბრები გვექნება, გაუზიარებთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ბევრ საინტერესო დეტალს შეიძლება რომელიც არც იცის შენზე, დავიწყოთ ჩვენ ვიწყებთ ხოლმე ესეთი ბანალური მთავარი კითხვით. როგორია შენი თავის მოვლის ეტაპები? აი შენი ჩემი თავის მოვლის ეტაპები ძალიან შეიცვალა წელს პირველად, იმიტომ რომ აქამდე საერთოდ არ ვიცოდი რა იყო სახისკანის პრობლემა კი არა, საერთოდ სახისკანს რამე თუ ჭირდებოდა, იმიტომ რომ არც ძალიან მშრალი, არც ძალიან წღიმიანი არც გამონაყარი, არაფერი საერთოდ არასოდეს არაფერს არ შევუწუხებ რომ არც ლაქას, არაფერს. და შესაბამისად ძალიან უდიეროდ უპეპყრობოდი ამ ჩემს სახისკანს. ხო. არა, დამცავი, მზეზე რამდენი ხანიც გინდა, აი არაფერი, უბრალოდ დატენიანება და დაბანა. აი მეტი არაფერი 34 წლამდე არ გამიკეთებია ჩემი სახისკანისთვის ოღონდ. ეს არ ვამბობ ამას არანაირი სიამაყით. უბრალოდ აი რაღაც არასერიოზულად რო უყურებ, რომ ალბათ არც დაგჭიროებია და ან ჭირდებოდა და მაგიტო, ხო, ალბათ უფრო ეგ იყო მთავარი და ნუ შესაბამისად მე რაღაც ინტერესის სფერო არ არის, ცოდნა ნაკლები გაქვს. აი რაღაც არ გაინტერესებს და მე ერთი რამდენიმე თვის წინ ჩავიხედე სარკეში და ვხედავ რომ ერთი ცალი ჭაღარა აქედან ხელს მიქნევს. მე აქ რაღაცა კიდე რაღაც ეკრანზე განსაკუთრებით უფრო ატყობ ხოლმე რა, რაღაც ცვლილებებს, იქ რაღაცა საუბრის დროს რაღაცა აშკარად შეცვლილი. და ნუ განგაში და დურეკავდე ჩემს რომ всё მე დავბერდი. ანუ მე უკვე მართლა ეგეთ შეგრძნებები ალბათ აქვს რა ქალბატონებს, აი პირველი ჭანაოჭი, პირველი რაღაცა ყველაფერი პირველია ხო, ეგეთი რაღაცები და ეკა მითხრა დე არი ნერვიულო, ეხლავე მოგხედავდა რა გადამაბარა ქალბატონ ნატალის. რომელმაც მართლა რაღაცნაირად ჩამკიდა ხელი და თავის მართლა გასაგიჟებელ გუნდთან ერთად ამ უბრალოდ რაღაც ღაპრული პროცედურებით დავმშვიდდი მენტალურად რაც მთავარია ვხედავ შედეგს და ვარ ძალიან იმედიანად, იმიტომ რომ ვიცი რომ არსებობს ადამიანების ჯგუფი თავისი ფენომენალური აპარატურული რა ქვია მაგას პროცედურებით, რომლებიც ბევრად უფრო უკეთ დაგეხმარებიან იმაში რომ უკეთ გამოიყურებოდა. ხო, პირველ რიგში მადლობა ნდობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გვენდობიან, იქ უფრო ყოველთვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვნად კარგია და ამიტომ ესეთი მიდგომა, როდესაც თქვენ ასაკში იწყება, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა გითხრათ 20 ესეთი პატარა ასაკის დროს ჩვენს დროს ძალიან არ გქონდა ესეთი ფუფუნება და ერთადერთი მოვლის საშუალებები იყო თუ სწორად შევარჩევდით საცხს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი კარგი და ესეთი საინტერესო საშუალებები არის. ჩვენს მაყურებელს ნატალია დაინტერესებს თუ რომელ პროცედურას მიანიჭებდი უპირატესობას, რაც ნატალიში დაიწყეს. ჯერჯერობით იმედი მაქვს რომ ჯერჯერობით ბევრი
არ გამიკეთებია, მაგრამ იმ რამდენიმე პროცედურიდან უნდა არის ის პროცედურა, რომელიც იმდენად თვალნათლივ განახებს სხვაობას იქვე იმ წუთას. უნდა პრო, იქვე რო ხედავ შედეგს. სამხარეზე როცა მუშაობს აპარატი, უბრალოდ სარკეში იხედები და ხედავ რომ ეს მხარე უბრალოდ ძალიან აწეულია და ეს თან მაგ დროს ხდება ლიმფოდრენაჟი, ანუ ეს შეშუპება, ზედმეტი რაღაცები უკვე მიდის და ეგრევე ჩანს. მე სხვა შორის არ მქონდა არასოდეს, აი უფრო ტანის პროცედურებს ვიკეთებდი რა, აქამდე ეგეთ აპარატურულს და რამდენჯერაც სადღაც მივლია, აი უფრო ნაკლები ნდობა მაქვს ხოლმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც იქ მუშაობენ და მეუბნებიან რომ აუ რა შეყაიმე და ხოჭი რო ფიქრობ რომ აი ეხლა რას მართლა რანაირად შეიძლება რომ ესე აი ხო ხდები რეაქციები და მართალია რა მე თვითონ ვიყავი ეგეთი გადარეული რომ არის მართლა როცა მართლა ხედავ შედეგს და არის როდესაც რაღაცა თქვა იმ მომენტში მე შეიძლება ისეთი შედეგი ვეღარ დაინახო თუმცა როდესაც ყველაფერს ერთად აი მაგალითად რაღაცა იგივე ტანს რაც ეხება ხო აი რაღაც აპარატურულსაც იკეთებ იკვებითაც უწყობ ხელს იქ ვარჯიშით მე საბოლოოდ შედეგს იღებ როცა ეს კომბინირებულია ყველაფერი რა. ეხლა არის ხოლმე რომ აი აპარატს გაიკეთებენ და მიდიან და მე რაღაცა ხაჭაპურს აყოლებენ და ნუ ეს ცოტა არასერიოზულია ხა. აი სანამ შენ მოხვიდოდი საბოლოოდ მე და ნატალია საუბრობდით და მკითხა კიდევაც რომ მზეზე არის რუჯებითო საერთოდო და ანუ მართლა არ მახსოვს ბოლოს როდის გავირუჯე სახეზე მით უმეტეს იმისა რომ თქვა ზღვამდე გვინდა ხოლმე რომ სოლარიუმში მივიყოთ რუჯი ერთ 5 პირსახოს სახეზე ვიდე ხოლმე რომ სოლარიუმის მაგალითად მეშინია მართლა რო უყურებ აპარატს პირდაპირ მეშინია. ხო, კი ბატონო, ნახეთ, ამასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რატო? იმიტომ რომ როდესაც არის აპარატები, რომელიც სწორად არის შერჩეული და აქვს ნათურები, რომელიც თავის დამცავი ნათურები აქვს და ასე შემდეგ, პირიქით, ანუ აქვს D-ვიტამინის, რომელიც იღებს D-ვიტამინს და ძალიან ისეთი ცოტა რაოდენობით, ანუ რას ნიშნავს, სანამ მზეზე მივიღებთ რუჯს, რეკომენდირებულია, რომ კანი მოვამზადოთ. კანის მოსამზადებლად არ ნიშნავს, რომ ისე მივიღოთ ეს რუჯი, რომ ზომიერად და იმიტომ რომ ასე ეხლა მზეც ფაქტიურად ალბათ ეგ არის რა, აი ბალანსი რა. აი მზეც ხო რა დილის საათები, ჯამრთელი მზე თუ გვინდა რომ რაღაც ესე შევხედოთ D-ვიტამინი მივიღოთ აი დილის საათებში. ხო ჩვენ როგორც გვიყვარს გარიგო. რაც შეეხება მე მაინც ნუ ვცდილობ რა თქმა უნდა რომ მოვერიდო მზეს განსაკუთრებით შუა დღის საათებში, მაგრამ ძალიან მიყვარს რუჯი, ამიტომ ძალიან ბევრი დამცავი სახეზე და ასევე ტანზე მაინც ვირუჯები. ხო, აი დამცავი, ეხლა სანამ კამერები ჩაერთვება და ვამბობდი, რომ აი დამცავი ჩემთვის ასოცირდება, რომ აი რაღაცა უკვე ასაკში დაღვინებულ ასაკში შეხვედრි. ხო და არა, აქამდე საერთოდ დამცავი აგვისტოში დღის 2 საათზე არ წამისვამს. ხო და იცი რა, არა, ასაკს არ უკავშირდება, ჩემი შვილებიც აუცილებლად. მაშინ თაობას დავაბრალოთ, რომ ჩვენ ვიყავით. ხო, შეიცვალა ინფორმაცია არის მეტი, ხო, მე მართლა ბავშვობაში არ ვიცოდი დამცავის არსებობას საერთოდ და რაღაც პერიოდის მერე ხო, რაღაც ასაკში გავიგეთ და ეხლა ინფორმაცია აქვს ბავშვებს უკვე და იცის ნიტამ 17 წლის ნიტამ რომ მზეზე დამცავი აუცილებელია. საერთოდ ინფორმაცია ეს ამ ეპოქას მიუხედავად ძალიან ბევრი უარყოფითი ფაქტორისა, რაც საერთოდ სოციალურ მედიებს აქვს და საერთოდ ტელეფონს და ამ რაღაც არანორმალურ მიჯაჭვულობას რა თქმა უნდა უამრავი დადებითი მხარე აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი მიმართულებით ახლა სულ ყველაზე ხშირად ეხლა იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დედობაა. იმდენ რამეს ვიგებ აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით. აი უბრალო სკროლვაშიც კი რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეგ შესაძლებლობა დღეს მაქვს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მშობლების თაობას არანაკლებ უყვარდით ჩვენ, მაგრამ არცოდნის გამო ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაშვებული, რამაც მე ჩვენზე მაინც გვინდა თუ არ გვინდა აისახა ცუდად და ეხა მით უმეტეს აი რასაც შენ ამბობ რომ თქვა დამცავი უბრალოდ ვიცით უკვე რა არის და ბავშვებიც თან მაგასაკში მგონია რომ განსაკუთრებულად რაღაც კიდე რომ იპრანჭებოდა და ეს რუტინები რაღაცები ყველაფერი უფრო აქტიურდება. დაკავშირებით, ხო, ძალიან ბევრი ინფორმაცია, ну არის რა თქმა უნდა, ბევრნაირი ინფორმაცია, ბევრი შეიძლება არასასარგებლო იყოს, მაგრამ მაინც რაღაც დოზით მე უკვე ფილტრავ, მე უკვე გადაამოწმო, შეგიძლია უკვე ეს მართალია თუ არა და ამიტომ იგივე აი ყვება, თავის მოვლა, რა ვიცი, მილიონი
მიმართულებით ინფორმაცია. ეხლა კანზე აი მაგალითად აქამდე ეხლა კი ვთქვი რომ ვთქვათ მარტო დამატენიანებელი იყო ჩემთვის და სახის კანის დაბანა, მაგრამ მაინც ცეას ვამბობდი რითი ვიმართლებდი თავს რომ მე ძალიან ბევრ სითხეს ვიღებ წყალს და მეგონა რომ აი შიგნიდან როცა ვთქვათ მარტო გარედან კი არ იტანიანებ ამ კანს, ანუ შიგნიდანაც სულ ეს ორგანიზმში არის. ნუ დამცავზე გითხარით რომ ეს, მაგრამ აი კვება მაგალითად ეხა უფრო აი ბოლო წლებში გამიჩნდა კვების მიმართ, უბრალოდ კვების მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. და რაღაცნაირად მოფრთხილება ამ სხეულის რა, უფრო აი რაღაც ბავშვის მერე გამიჩნდა ეგ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის ჯანმრთელობის მიმართ. აქამდე რაღაც აი ლაღათ ვიყავი და აი ხოცი რომ ფიქრობ რომ აი არაუშავს ახლა ერთხელ და უფ არაუშავს და ეხა იმგონია რომ ყველაფერს უშავს. აი უკვე ძალიან ვღელავ რომ რას ვსუნთქავთ, რას ვსვამთ, რას ვჭამთ, ამოწმებ რაღაცა პროდუქტებს, შემდეგ შემადგენლობას იმას, აი საცხებსაც როცა ვეხებით, აი 1 წლის წინ გავიგე მაგალითად რომ პტალატი საერთოდ რა არის არ ვიცოდი და ამიტომ აი რაღაც პარფიუმის შემცველი პირდაპირ ნაგავში გადავიდე. სხვასაც არ ვაკადრე რომ მეჩუქებინა ვინმესთვის. თან მქონდა ბევრი და მომწონდა რომ ჩემს აბაზანოში აი ყველანაირი ფირმის და ბრენდის და სუნის და ყველაფერი მქონდა და ყველაფერი მოვისროლე რა. ანუ მაგდონემდე დავიწყე უკვე რაღაცეებში ხო გარკვევა და რა არის სასარგებლო შენთვის და რა არა. და მოდი პირველ კითხვას დაუბრუნდეთ რუტინას არ გიპასუხეთ რა არა. აი ეტაპები ბოლო 1 წელიაო დავიწყე ხო გითხარი აი რა არის რაღაც ეტაპები ხო არის შენ თავის მოვლის ან აი რაღაც სახლში ხარ მაგალითად არ გაქვს რაღაც კონცერტი იმ დღეს აი როგორია შენი დღე პირველ რიგში აი მართლა ყველაზე ძალიან მიყვარს ცივი წყლით სახის დაბანა აი ბავშვობიდან ეს რაღაც ბებია ჩემისგან მახსოვს რომ აი პირდაპირ ცივ წყალს შეისხავდა ხოლმე და ეხა თან ხო არის რაღაცა ნერვულ სისტემაზე ძალიან კარგად მოქმედებს ეს ცივი წყალი ხო და ეგ რაღაცა ჩვევად მაქვს და მგონია რომ კარგია სახის კანისთვის და არაფერი პირდაპირ აი ხა მაგალითად ნატალის ვეუბნები შრატი გაქვსო და ვეუბნები რომ შრატი რა არის ანუ არა მაქვს არ შრატი რეტინოლი რაღაცა C ვიტამინი რაღაცა არ ანუ რუტინა არა მაქვს მხოლოდ კარგად ვიბან სახეს და კარგად ვიტენიანებ დასრულდა აი ეს არის აი შრატი თვალის საცეს არა ხო არა უშავს დღეს უკვე ჩვენ ეს ვისაუბრეთ და დღეს ჩვენ საჩუქრებში გადავცემთ შემდგომ და უფრო აუხსნით ანუ ყველა კი არ გადავცადე და ჩემო თქვენ თავს თქვენ ჩემი თავი რომ ვიხარ რაღაცა ვისწავლე ხო მე სიმართლე გითხრათ თქვენ ისეთი ბებიას შვილი ხართ რომელიც სულ მოვლილი და სულ არ გვახსოვს ხო ნანი ჩვენ არასოდეს არ გვახსოვს რომელიც ყოველთვის მოვლილი და ყოველთვის აი ესეთი იყო რომ მთელი ჩვენი ჩემი პირადად ახალგაზრდობაც სულ მივნატროდი და აი ისე მახსოვს როდესაც ჩვენს ერთ-ერთ დიდ ივენტზე რომ აი მოვიდა ჩვენთან აი ეს ყოველთვის სულ მადლობელი ვიყავი და დღესაც მადლობელი ვარ იმდენად საპატივცემულო იყო და ისეთი იყო ყოველთვის ანუ ისეთი წარმოდგენა ყოველთვის მქონდა ნატალიას პირველად რომ შევხვდი რომ სულ მეგონა რომ პირიქით ანუ ბებიასგან ყველაფერი ესეთ მოვლასთან დაკავშირებით უფრო ძალიან დიდი შეგნების და კულტურის ადამიანია რომელმაც რაღაცები უბრალოდ ვინ იბადება ხო მაგ ჩვევებით არავინ უბრალოდ აი მაგიტომ აქვს რაღაცნაირად პატივისცემა ნანის მიმართ იმიტომ რომ ყველაფერი ისწავლა, ყველაფერზე იშრომა და რაღაცნაირად თავის ხშირად ვამბობ, თავისი თავისგან გამოიყვანა აი ყველაზე იდეალურთან მიახლოვებული ვერსია. ვარცხნილობით, მაკიაჟით, ჩაცმულობით, ეს არ არის რომ უბრალოდ აი რაღაცა ეგრე. ხო, მაგრამ ესეც ხო რაღაცა ნიჭი არის, შინაგანი ხა ყველას არ შეუულია ეს არის, რაღაცა მგონია ნიჭი ხო. აი თქვენ არ წარმოგიდგენიათ რამდენი ხანი ატარებს არკესთან დროს, რომ აი რაღაც როგორი დეტალები დამალოს იცი რომელსაც მე მაგალითად ვერასოდეს ვერ მივხვდები და ვერც ვერავინ მაგრამ აი ალბათ იმიტომაც მე ყველას რაღაცა უფრო მოწონს იმიტომ რომ იმ რაღაცა ნაკლებს აი როგორ იცით აი ნუ რამდენი კინძის თავი აქვს იცით ტანსაცმელში შერჭობილი ეს ეხა კი არ დაიწყოთ ასაკობრივი კი არა იმ თელი ცხოვრობ იქ რაღაცა ის არ მოწონს იქ რაღაცას გაწევს გამოწევს რაღაცა და აი მე არის მარტო გაშალაში ძალიან ხო სხვადასხვა შორის ყოველ ზაფხულს ვისვენებთ ხოლმე ერთ პერიოდში ქობულეთში და ნუ ხო არის რომ აი ზაფხული ზღვაზე და ნუ ხო არის შეიძლება რომ რაღაცა ისე ну მოვლელი და მოუწესრიგებელი არა, მაგრამ ну აი ნაკლებად გამობრანჭული ზღვაზე გამოხვიდა. არ არსებობს, მე არ მახსოვს ნანი, აი ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის
ტუჩ საცხით. აი ძალიან შთამბეჭდავი ყოველთვის. მე მგონი ეგ რაღაც არის არჩევანია, რომ შენს არ ვიცი მაყურებელს თუ ადამიანებს ვინც გცნობენ განსაკუთრებით, სცე პატივი. ჯერ შენ თავს და მე სხვებს. აი ადრე მართლა ვერ ხვდებოდი მაგას რა, აი მეუბნებოდა რომ რა მნიშვნელობა აქვს სად მიდიხარ, აი რა მნიშვნელობა აქვს რისთვის გადიხარ სახლიდან. მოწესრიგდით ну მე და ჩემი რა თქმა უნდა ვართ ამის მხარეში. აი მაინტერესებს, აი რამდენად ახდენს, ну ალბათ ახდენს, მაგრამ აი თუ ქონია რაღაცა წნეხი მაგალითად თუ გიგწუნია და რაღაცა აი კომპლექსი იმის, რომ არა, კომპლექსი არა, მაგრამ წნეხი კი აი ძალიან კაი ორი სიტყვა რა, კომპლექსი პირიქით აი ხო არის ხშირად სვამე კითხავს რომ რას გრძნობთ ნანი ბრეგვაძე რა. არაფერს არ გძნობ იმის გარდა რომ მართლა დილად საღამოს მადლობას უხდი ღმერთს რომ ამ ოჯახში გავჩდი, იმიტომ რომ მაგაზე დიდი საჩუქარი რა უნდა ქონოდა ცხოვრებაში არც ვიცი. აი ყველა მიმართო ყველა მხრივ. აი ყველა მხრივ რაღაცა ლანგარზე მაჩუქა ამ სამყარომ აი ეგეთი ფანტასტიკური ცხოვრება, იმიტომ რომ გავჩდი ამ ოჯახში და ეხა პასუხისგებლობა ხო, ну რავი, პასუხისგებლობაა რაღაცეები, რომ უფრო მეტად ეცადო რომ რაღაცა არ შეარცხვინო, ვიღაცა არ რა ვიცი აი ხო ხვდები რა თქმა უნდა. ანუ პრივილეგირებულობაც არის ერთის მხრივ, მაგრამ ეს პრივილეგირებულობა უბრალოდ არ უნდა გამოიყენო მე რაღაცა უზნეოდ და უზრდელად, ხო? ეხლა მე შვილი ვარ და ამიტომ ჩემთვის რაღაცეები შეიძლება და ვიღაცთვის არა, ეგ აი კატეგორია, აი რაში იყო ნანი მართლა ძალიან მკაცრი და მაგაში, რომ არ გაგვებედა არც ერთს, არასოდეს რომ სარგებლა ამ რაღაცა სტატუსებით. ეგ იყო აი ნუ რა გრძალული მართლა. მაგრამ აი სხვა დანარჩენი რა ვიცი წნეხი არის ეგ ხო რომ აი ძალიან ჰიპერკონტროლი ოღონდ რაც ეხებოდა ეგეც რაღაც პროფესიის ნაწილად აღიქმება ნანისთვის რა როგორ გამოიყურები ანუ ეს მისი მართლა კარიერის და პროფესიის ნაწილია რომ გამოიყურებოდა ძალიან კარგად და შესაბამისად იგივე სითხოს ჩვენგანაც რაშიც ეხა აი მართლა ორივე ხელს წევდა ვეთანხმები რომ ეგრეა და ესე უნდა იყოს აუცილებლად რა ეხა არ ვიცი რაღაცნაირ ძალიან ლიბერალურ სამყაროში თუ გადავარდებით, ну ყო რაც გინდა ის შეიძლება ამერიკაში რომ ცხოვრობდი, აი მივხვდი რომ იქაურმა არ ვიცი მაგას რა ქვია, ყოველდღიურობამ და გარემომ ჩემზეც იმოქმედა რა და მეც ხო მე რაღაც კროქსი საერთოდ არ გამარჯობას არ ვეტყოდი, ვისაც კროქსი ეცვა, ხა ვაბუქებ, მაგრამ აი მეც ხო მე რაღაცა სპორტულიდან საერთოდ აღარ მეცვა აღარაფერი რა და ну არის ეგეც ახლა ვიღაცა გეტყვის რომ ხო რაშიც კომფორტულად ვარ ისე ვიქნები რა და ყველგან არ ვიჯდები გაჯგიმული თქვათ მაკიაჟი მე ზოგადად მგონია რომ ქალს ნებისმიერ სფეროში არ აქვს მნიშვნელობა საჯარო ადამიანი იქნება თუ მგონია რომ ქალი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს მარტო იმიტომ რომ რაღაცა თვითონ იგრძნოს თავი კომფორტულად. მე მაგალითად აი დილით თუ არ მოვწესრიგდი მალევე იმ დღეს აი როგორ არაპროდუქტიული ვარ. აი როგორც კი ვიწყებ რაღაც ჩემი თავის მოვლას და მომზადებას მოწესრიგებას, ვეროთ პროდუქტიული ვხდები იგივე სახლშიც, იგივე გარეთაც. აი მგონია რომ რაღაც სხვა რაღაცას გიღვიძებს ქალს რა ეს თავის მოვლას მე არ გულისხმობ შეიძლება მაკიაჟი საერთოდ არა მაგრამ მოიწესრიგო რა აი როგორც კი ერთი დღე ხალათში შეიძლება სახლში გავატარო ხვდები რომ აი არაპროდუქტიული ვარ და ცუდად ვარ ხო და ამიტომ ეგ მგონია რომ ძალიან კარგი თვისებაა მე ეგ დამეწყო ოღონდ უფრო აი შინაგანად თავის მოვლას რაც ეხება აი კვებას აი დილას რო დავიწყებ მე რომ მიყვარს ისე იქ ცოტა დანამატსაც რო დავაყოლებ და მე ვარჯიშზეც რო წავალ და ვარჯიშიდან რო გამოვალ და კარგ ჩაის აი მე ვარ ძალიან კმაყოფილი აი ეს შევსებული ვარ რომ ჩემ თავს დღეს მარტო კარგი გავუკეთე და ეგ არის ალბათ ის თავის მოვლა მე იცი მაინც გეტყობა აი შინაგანად როცა შენ თვითონ გრძნობ თავს კომფორტულად ეს ძალიან მაგრა ჩანს შეიძლება მართლა არ გესვა პროდუქტიული ხო ბევრად უფრო ხარ აი რაღაცა ნებისმიერ საქმეში სამსახურშიც ხო აი როცა მოვლილი ხარ მოვლას ხო იგივე თუნდაც აი მოწესრიგებული ლამაზად ჩაცმული კოხტად მე სხვანაირად პროდუქტიული ხარ უკვე ყველაფერში კი ყოფილი საკუთარი თვითკმარი აი ჩემი პროფესიული კუთხითაც რომ მიუდგეთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რასაც ყვებით იმიტომ რომ ამ ასაკიდან გამომდინარე უკვე ეს ყველაფერი აუცილებლად დაგიფასდებათ შემდგომში რატო ყველა ჩვენი ანუ კანი არის
კოლაგენი და ელასტინი ფაქტიურად. ხო და კოლაგენი და ელასტინი აი რო ვამბობთ რომ არის გენეტიკა, ხო გენეტიკა მაინც უკვე ბევრჯერ ვახსენე რომ არის 25% არა მე ჩემს. მგონია რომ 1500 არა ჩემს მიერ არ არის ხა მეცნიერებს დამოკიდებულია, ხო? დანარჩენი ეს ყველაფერი არის უკვე ანუ სწორად ხელშეწყობა. გინდა იმ კვებით ვარჯიშით, მარტო ეხა საცხებით ეს არაფერი არ არის, ხო? ყველაფერი ერთად. რომელიც შემდგომ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ის, რომ აი ეს კოლაგენის და ელასტინის რას აკეთებს კოლაგენი და ელასტინი, რომ აი ესე მოკლედ რო აუხსნათ, რომ არ ჩამოგვეწიოს კანი და პირიქით და ეს სისხლის მიმოქცევა მაგ დროს რა შევა? უფრო რაღაცას აუნჯობესებს, ვთქვათ, გამოყოფას. ნახეთ, სისხლის მიმოქცევა საერთოდ ყველაფერში როგორც ვარჯიშიდან დაწყებული ეს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება სხვადასხვა პროცედურებით. თუმცა, რასაც ჩვენ საუბრობთ ახლა კოლაგენ და ელასტინზე, რომელიც მნიშვნელოვანია და ეს უკვე დღევანდელ თანამედროვე მიდგომებით უკვე არის, რომ აპარატურული მეთოდებით არის და სხვადასხვა საცხებით და ასე შემდეგ. ეს უკვე აი ამ შევსება ხდება რა მოკლედ ამ დანაკარგის რაც წლებიდან გამომდინარე იწყება იმიტომ რომ 20 წლიდან არის დაბერება მასაჟი მასაჟი არის ძალიან კარგი რა თქმა უნდა აი ზუსტად სისხლის მიმოქცევაზე ხარ რომ საუბრობდით კარგია რომ მითხარით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისთვის მასაჟი როგორც სხეულისთვის ესევე სახისთვის სწორი მასაჟი ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მასაჟი, იმიტომ რომ პირიქით კუნთი არ მოდუნდეს ალბათ. ხო, კუნთი არ დავაზიანოთ უფრო სწორად რა, ესე რომ ვთქვათ, ამისთვის სწორი მასაჟი, თორემ მასაჟი ყველა პროცედურაში, აბსოლუტურად ყველა პროცედურაში შედის თავისი მასაჟი, რომელ მასაჟსაც მოითხოვს. აი დღეს რაღაც ყველა, არ ვიცი, თითო ასკროლაზე მინიმუმ ხედავ ვიღაცა ინფლუენსერი, როგორ ვთქვათ, იტარებს ამ სახის რუტინას და აი ეს როლერები რო აი ხა ძალიან აი სისხლის მიმოქცევის ნახეთ ზუსტად თქვენ რასაც ახლა იძახით ესენი არის რომელიც სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს ასევე ლიმფოდრენაჟი ხო ყველა იმაში არის ლიმფოდრენაჟი შეგონი ყველაფერი ცოტ-ცოტა ნელ-ნელა რო შეამატო თემასაკში მე მაგალითად ძალიან მიყვარს გუაში აი მით უმეტეს აი გადაფრენები როცა მიწევს აი ოდნავ შეშუპება ხო ან თქვა ცუდად თუ მეძინა ძალიან მიყვარს ხოლმე ესე დილით აუ და ძილი გამოგჭა ძილი არის ალბათ აი ნომერ პირველი ეხლა ვარ აი ძალიან მოტივირებული რომ ძილს აიცით როგორ ყურადღებას ვაქცე ვითვლი ის მაქვს რა ქვია რამდენი საათი უნდა მეძინო აღდგენა რაღაცა რომ საათზე იძინებ აი მე რაც შვილი გამიჩნდა 9-ზე და ვეხვეწები რომ დოროზე დაიძინოს იმიტომ რომ მე უფრო მეძინება ვიდრე იმას 10-ზე 11-ის ნახევარზე მაქსიმუმ ნუ აი ღრმა ძილში ვარ რა კარგია ხო და მაგნეზიუმი გაი მაგის მომგონს ლოცავ დღე დაღამე ნუ აი არ ვიცი ეგეთი ბედნიერი არ ვიცი კიდე როდის ვიყავ აი 7 გააყარათ რაღაცა კაი ძილი კაი კიდე იღებ რამე დანამატებს ახლა რადგან მაგნეზიუმს შევეხეთ მოდი ბარემ განვაგრძინატი ნუ D რასაკვირველია აშვაგანდა და ტრიფალა ეს ჩემი საყვარელი იოგის აშვაგანდა მაგნეზიუმი ეს ძალიან ბევრი ხო არ არის იცი რა თან ამღონ ვაკონტროლებ აი წელიწადში ერთხელ ეხლა მქონდა ცოტა ხნის ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და არაფერი ისეთი ცვლილება არ არის რამაც შეიძლება რომ ვთქვათ აღარ მიმაღებინოს ეს დანამატები არა ამიტომ მე ძალიან მომწონს საერთოდ ძალიან მომხრევარ დანამატების ნუ ეხა ამ მასაკში ამ ეტაპზე ვარ რაც არის ხო მეც რაღაც დანამატებია რომელიც სულ ვთქვათ ვიღებ იგივე ომეგას და რა თქმა უნდა ჩემს ყოველდღიურობაში არის კოლაგენის ხო და აი კოლაგენი ხა არ ვიცი მომიყევით აბა კოლაგენი დავამატო ერთ-ერთი მთავარი დანამატი არის უკვე რამდენიმე წელია კოლაგენი აი როგორც ეხა ნატალია თქვა ხო რაღაცა ის 25 წლიდან უკვე ნელ-ნელა ჩვენი კოლაგენი იცლება და აი ეს კანის ელასტიურობა რატო იწყება კანის დაბერება ხო რაღაც ფტოზი ეს ყველაფერი კოლაგენზეა და ელასტიკი მე ვიცი ბოდი შერწამ შეგაწყვეტე მე ვიცი რომ კოლაგენი ხშირად ინიშნება ხოლმე ვისაც სახსრების პრობლემა აქვს მაგისტრს აუცილებლად მაგისტრს აუწევს ხოლმე ქალებს და ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ახლა საცხებით ხო ამ კოლაგენით ვახმართ სახილსკანს მაგრამ ნუ ის შიგნიდან ხდება ყველაფერი რა თქმა უნდა და ამიტომ ხო ერთ-ერთი მთავარი დანამატი არის კოლაგენი ხო გვაქვს აი ჟერმენსაც აქვს ხოთაშორის ხვნილი აქვს აი კოლაგენი აქვს და ასევე ჩაი ანტიოქსიდანტი რომელიც არის
გუარანას მცენარე შეიცავს, რომელიც თან ესე გაქვს ენერგიულადაც ხარ. ეფექტი აქვს ენერგიის მომატება. და აი ოდნავ დისკომფორტი თუ გაქვს თქვა, ან რაღაც საკვები, ბევრი მოგივი და შეშუპება, ცოტა უწყობს ხელს აი ამ ლიმფოდრეინაჟსაც და ცოტა ის შეშუპებასაც ძალიან უწყობს. ხო, ეხა ახალი პროცედურები რაც შემოიტანეს, ყველაფერი არის აბსოლუტურად ვარჯიშთან ერთად. ანუ იმდენად მნიშვნელოვანია ეს ვარჯიშიც, როგორც ეხა თქვენც ახსენეთ, რომ ყველა პროცედურა აი თუ გინდეს თავისი ჩაი იქნება თუ საცხი იქნება, ტანის თუ ასევე პროცედურები, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს მოყვება, პლუს კიდე სავარჯიშო რეზინები, ხა შენ ვარჯიშობ და იცი, აი მაგალითად, ხო, აი ამ შეკვრას მოყვება სავარჯიშო რეზინები, რა კარგი, რა ქვია მაგას, კომერციულიც და მარკეტინგულიც და თან რაღაც ჯანსაღი. იმიტომ რომ კომბინაციაში მე საბოლოო შედეგი ყველაფერი ხდება. მე რა გონეთ ვარჯიში დავიწყე ზუსტად თებერვალში გახდა 1 წელი. აქამდე აი ეს რა უნდა და აგრესია კი არა, ისე რა უყურებ, ხო იცი, ვინც ვარჯიშობს ნუ რა ეხლა ან საქმე არა აქვს ან აი რა სისულელია ეს ვარჯიში, იმიტომ რომ ვერასოდეს რაც დავიწყე ისეთი შეგრძნებებით გამოდიოდი მე ამ სხვადასხვა ვარჯიშიდან, რომ ან გული მერეოდა, ან თავბრუმე ხვეოდა, ან შაქარი მედოპირში, იმიტომ რომ გული მიმდიოდა, აი სულ რაღაცას არასწორს და ეხლა რას ვარჯიშობ? და ბოლოს ჩემმა მეგობრებმა უკვე იცით როგორ ვტკიოდა წელი, აი მაგათად დიდი ხანი რომ აადგე, დიდი ხანი რომ დაჯდე, ხრები, სახს, აი ყველაფერი მტკიოდა, ეგეც გენეტიკურად მაქვს ეს სამწუხარო ფაქტი, რომ ყველას წელი ტკივა ჩემ ოჯახში, მაგრამ ნუ ახლა ჩემ ასაკში ცოტა ადრეა რა ეგეთი ტკივილები და ჩემმა მეგობრებმა მართლა ესე ყურით მიმიყვანეს ბლის იოგაში, არ ვიცი თუ უნდა ვთქვა შეიძლება. კი, რატომაც არა. იოგაზე. და თან აი რა არის არ ცოდნა კიდე მთელი ცხოვრება ვიძახდი რომ იოგაზე კიდე რესურსი ვხარჯო, ფული ვხარჯო, დრო, ენერგია და ვის უნდა და ვიწელო თუ ვივარჯიშებ, არემ ისე ვივარჯიშებ, რომ სხეულიც ამეწევა, ის ჩამომეწევა, ის აი სისულელი. მივედი იოგაზე და ბავშვს გეფიცებით იმ დღის მერე ყოველ დღე დავდივარ, ნუ ახლა რაღაცა გამონაკლისების გარდა. ისეთი ბედნიერი ვარ. აი რა შეიცვალა აი შენ ცხოვრებაში ვარჯიშამდე და ჩემი ვარჯიშის თვით დაჯერება იმისა რომ მე თურმე ეს შემძლებია. ის რომ ჯერ ეს ერთი რაღაცა არარეალური მოძრაობები, რომელიც იოგას ახასიათებს, რომელიც მეგონა რომ იყო დაუძლეველი და 1 წლის თავზე იცით როგორ ვაკეთებ, აი უმარტივესად ახლა ჯერ ძალიან დიდი გზა მაქვს კიდევ წინ, მაგრამ ჯერში ხასიათი შემეცვალა მე თვითონ. აი ადრე არასოდეს არ ვიყავი კონკურენტუნარიანი, აი რამდენ კონკურსზე ვყოფილ ვარ, რაღაც ახლა აკადემიური სწავლის დროსაც ხო, ახლა აი სულ ვიყავი ბოლოს და არას ვამბობდი რომ არა პირიქით აი საქმეში რომ ხელს გიშლის იმდენად რომ არ გაინტერესებს, ახლა პირველ ადგილზე იქნები თუ ბოლოზე. და აქ გავხდი რაღაცა ველური გიში. უყურებ ყველას და მინდა რომ ყველაზე კარგად იმ წუთას. აი რაღაცა ხო გეუბნებით თვისებებიც ახლა ნახევრად ხუმრობ, მაგრამ მართლა ეს თვისება რომ უკეთესი გავხდე ყოველ დღე საკუთარ თავს რაღაც დაუმტკიცო რომ შენ ეს შეგიძლია და მე რომ მართლა რომ ხედავ რომ შეგიძლია შედეგს ხედავ. აი არაჩვეულებრივი ხა გარდა იმისა რომ სხეულით მართლა ვგრძნობ გაუმჯობესებას, ელასტიურობა, მოქნილობა, კარგად მძინავს, კარგად ვიღვიძებ. აი რაღაცა აი კარგი შეგრძნებები, აი მართლა რაღაცა ბედნიერების შეგრძნებები მაქვს რა, რომელსაც ურჩევ, ნუ რა ვიცი, ყველას ვისაც აი ბევრი ადამიანია ჩემში, ვისაც აი შენ რო თქვი რომ აი მეგონა არ შემეძლო და ეს სულ მაგას ვამბობ ჩემს გარშემო, მეც მქონია ეგ რომ აი მე ამას ვერ გავაკეთებ და მე რო ხვდები რომ სხვა თუ აკეთებს, მე რატო ვერ გავაკეთებ? არ არსებობს რა. უბრალოდ უნდა მიაგნოს სწორად შენთვის რა არის კარგი. ეგ მართლა ვიწამე, რომ უნდა მართლა ეძებო შენთვის კომფორტულ და ეს არ უნდა იყოს წვალება რა. აი მაგაშიც დავწუნდა. იმ ხელას, ეხანახან ვაკვირდები ხოლმე რომ ვარჯიშის დროს ნახევარზე მეტად თვალი დახუჭული მაქვს. ნუ ეხა იოგას ეს ახაც ეხა ჯიმში თვალი დახუჭული რას ვარჯიშებ, მაგრამ აი რაღაცა გაერთიანებული ვარ ჩემს ორგანიზმთან, სხეულთან და ტვინთან რა და ძალიან დიდი აი რაღაცა არაჩვეულებრივი შეგრძნებებია. კარგია. დადებითი მხოლოდ და არ უკავშირდება ეს წვალებას. კი რაღაცას ვერ აკეთებ და ცდილობ და ძალიან გინდა რომ გამოგივს და ინდომებ, მაგრამ იქ ვერ პატარა შედეგს როგორც კი დაინახავ, მე რაღაც ორმაგად უფრო მეტი мотиваცია გაქვს, რომ ხვალ კიდევ უფრო სიხარულით მიხვიდე სავარჯიშოდ. ხო, მაგრამ აი ხოლმე შეადარო პირველი შენი ვარჯიში და დღევანდელი ხო ძალიან დიდი სხვაობა არის და წარმოგიდგენია რომ სალომე ხელაშვილი დადის იქ.
ანუ ხანდახან ერთად გვიწევს ხოლმე ვარჯიში და ნუ რა თქმა იმას შედავით ხო მაგრამ ნუ სალომეც მივიდა ხო მაგ ეტაპამდე ხო დღეში ხო არ მოსულა მაგრამ ეგეთთან ძალიან დადებითად მოქმედებს იმიტომ რომ რაღაც იმხელა мотиваცია როცა ხედავ გარშემო რეებს აკეთებენ ეს გოგოები და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი დადის 60 გადაცილებული რომლებიც აი უბრალოდ მადლობას უხდი მათ მართლა სათითაოდ იმიტომ რომ იქ რო არიან აი თითქოს აი ყველაფერი წინგა ყველაფერი გამოგივა ყველაფერი შესაძლებელი მე სახში მოვდივარ და ეჩემს რომ წამოდი არ წყვენია აი ეს ხალხი ამასაკში ამას აკეთებენ ანუ მართლა რაც შენ თქვი ყველაფერი შესაძლებელია თუ ამას მოინდომებ და რაღაცნაირი მართლა სიყვარული ახლა რაღაცა პათეტიკურად ჟღერს მაგრამ აი რაც გიყვარს თუნდაც შენ საქმეს თუ ეხება შენ კანს თუ ეხება შენ თავს როცა ეხება ხო იმას მე აკეთებ ყოველთვის ნატალია თუ გაძლევს ნანი რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით შენც და ეკასაც კი რა თქმა უნდა მაგისმეც რას აკეთებს აი რა რჩევებს გაძლევს ჩვენ მოგვეცი ახლა პირველ რიგში ეგ რჩევა ეხება ძილს ახალს არაფერს არ ვიტყვი და შესაბამისად ვერც გავალამაზებ და ვერც გავპრანჭავ, რასაც მეუბნება, იმას გეტყვით, ეს არის ძილი. მაგალითად, აი საშინლად, აი კატეგორიულად თან არ ბეზრდება და აი ერთი და იგივე შეუძლია უკითხოს მილიარდჯერ ვერ იტანს დაბერებულ ხელებს, მოუვლელ ხელებს. და როგორ ნებისმიერ წყალთან შეხების დროს უნდა გეკეთოს ხელთათმანი და ეგრევე ხელის საცხი. ნუ ეს არის აი ცოტა უკვე საგვაქვს რა, აი რო გეშინია, რომ აიმე ხელზე არ შეგხედოს, აიმე წყალში ხელი არ შეყვა. ისე რა კარგი არის ხო, ნუ ესე კი იცით როგორ აქვს ხელები, მე გაგიჟდები. ისე ძალიანაც არ ვფიქრობთ არა ხელების დაბერება. არა, პირველი ხელები არის სხვათა შორის და არაჩვეულებრივად აქ ხელები, აი რომ მოკიდებ, აი თვითონ ფაქტურაზეც ეთყობა, აი სურბილი და აი ეთყობა რა, რომ მოვლილი აქვს რა. და რა შეიძლება სახის კანს აი სულ მახსოვს ნებისმიერ მომენტში და ხშირად ძალიან ხშირად იბანს სახეს არ მახსოვს აი ხო წარმოგიდგენთ რამდენი კონცერტი როგორი დაღლილი ნამგზავრი მინახავს არ არსებობს რომ ჩამოუშორებლად და ანუ ეს არის აი როგორ გითხრათ 2x2 4 აი სხვა რამე შეიძლება არ გააკეთოს სახე უნდა დაიბანოს კიდე ეს ხელების ძალიან ჩამრჩა ხელები და რაც მთავარია ბაბუაჩემმა რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ მოვესწარი შეისწავლა მაშინ წიგნით იოგა. კაი რა. სამწუხაროდ იყო ეგეთი ეტაპი მის ცხოვრებაში რომ მოუწია ციხეში ყოფნა და იქ შეისწავლა მართლა ესე წიგნებით დაждდა ისწავლა და ყველა ყვება ნუ მისი მეგობრები ნუ თავად ნანიც იქიდან გამოვიდა აი უბრალოდ სხვა ადამიანია უსიმპათიურესი უჯანსაღესი ლამაზი რაღაც მოძლიერებული დამშვიდებული და ასწავლა ნანისაც იოგა, ასწავლა რაც მთავარია სუნთქვა, რომელსაც დღემდე, აი ნებისმიერ დღის მონაკვეთში როგორც კი ვთქვათ, აი ფანჯარას გააღებს, ან გარეთ გავა, ან დილას აღამოს, ამ სუნთქვას აკეთებს, რომელიც საკმაოდ სუნთქვის ვარჯიშებს და ძალიან თან ისე როგორ გითხრათ, დატვირთვით აკეთებს, ეს არ არის უბრალოდ ვისუნთქე და რაღაც, აი სერიოზული დატვირთვაა, როცა ამ სუნთქვის ვარჯიშებს აკეთებს და არ არსებობს დილა ისე ადგეს რომ არ ივარჯიშოს. ნუ ეხლა უკვე საწოლში ვარჯიშობს, მაგრამ აუცილებლად ვარჯიშობს. აი აუცილებლად, როგორც წესი. ნანი არის წესების ქალი. ძალიან უყვარს დისციპლინა და ამიტომ რაღაცას რომ მით უმეტეს ურჩევენ და ეტყვიან რომ ეს შენთვის კარგია, მე იმას აკეთებს აი რობოტულად ყოველ დღე. მაგიტომაც არის დღეს ნანი ისეთი როგორიც არის. მე მჯერა მაგის კი. კი, გენეტიკა აგერ თქვენც თქვით 25%-ია, მაგრამ მე მგონა მეტი იყო. უფრო მეტია ალბათ როგორც ჩანს არის დისციპლინა. ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ საჩუქარი გადმოგვეცა თქვენთვის ეს ჩვენ სტუმრებს გადავცემთ ხოლმე, თუმცა ძალიან ესე ვფიქრობდი და რა უნდა შეგვერჩია და მე მგონია სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს საჩუქრები ძალიან დიდი საჩუქრებია. ეს არის glow, ეს არის C+-ის ნიღაბი და სადმე აი კონცერტის წინ ან სადმე ღონისძიებაზე სანამ წახვალ, მანამდე გაიკეთე და წახვალ. ერთი წუთი ამას იკეთებ ჯერ და მე ვთქვა. არა, ეხლა ჯერ ეხლა მოდი ეს ნიღაბი უბრალოდ. ეს ნიღაბი არის ისეთი რა ქვია, თვალები ესეთი ამოჭრილი აქვს. ნიღაბი, რომელიც მე უნდა დაიყო, მაგრამ მანამდე, ну რა თქმა უნდა, ეხლა მაკიაჟს რაც გვაქვს მოვიშორებთ, ეს არის შრატი, რომელიც არ გიხმარია ჯერ შრატები და ეხლა დაიწყო. შეიძლება რომ რამე უკუჩვენება იყოს ან რაღაცა. არ არსებობს. და ნახეთ როგორი რაღაცა აქვს. აი ეს უნდა მოხსნა.
აი ერთს გაჩვენებ. და შიგნიდან მე აი ესე უნდა მოხსნათ, ნახეთ, შემდეგ აი ამის მეშვეობით კარგად უნდა ყოველჯერზე. არა. აი ესე კარგად შეანჯღეთ და შემდეგ თითო ეს დაცულია იმისათვის, რომ იმიტომ რომ C ვიტამინს თავისი რო არ დაკარგოს თავისი ესეთ ვიტამინები, იმიტომ რომ C გარდა იმისა, რომ გაძლევთ კანისთვის ან ბზინვარებას და ანტიოქსიდანტია, ასევე თვითონ C შეღწევადობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ დანამატის მეშვეობით ვღებულობთ. იმდენად კარგი არის. ეს შრატი, ნახეთ, შრატს შეგიძლიათ იხმაროთ საცხამდეც და შეგიძლიათ აი სადმე რომ მიბრძანდებით და გინდათ რომ კარგად ესეთი ბზინვარე სახე გქონდეთ, აი თუ გინდათ მაკიაჟზეც კი ზემოდან აი ამ იმაზე გადაისვათ იმისათვის რომ აი მთელი დღე მაგალითად ხართ ძალიან ესეთი რა ქვია დატვირთული და აი მიბრძანდებით და გინდათ რომ უკვე ის მან ჩანთაშიც რო გეგდოთ შეგიძლიათ რომ გასაგები. გადაისვათ, ხო? ყოველდღიურად ტონალურს იყენებ? ხო, არა. და აი ამას რო წაისვამ, აი როგორ გიბზინავს იცის სახე, ძალიან მოგეწონება და ნუ რუჯზე ხო საერთოდ რაღაც საოცარი ეფექტი აქვს. ხო. ეს საცხი, ხო. ეს არის საცხი. გამატენიანებელი. გამატენიანებელი შრატი, ამას კარგად ჩაჭრით, კარგად აანჯღირე და ის არის რა მოყვითალო. გავიგე. მე მეორესაც რო გახსნი ეგრე. კრემის ეს არის სტრუქტურა თუ წვეთილია. ოღონ აუცილებლად ნახეთ, როდესაც კარგად შეანჯღრებთ, აი უნდა მოდიოდეს ოქროსფერი ფერი. მივხვდი, ანუ ეგ არის შეანჯღრება რომ თელი ოქროსფერი უნდა გაიხსნას და ეს ნახეთ 15 წუთი რო გაიჩერებთ, ან 10 წუთი იმის შემდეგ დაიდეთ ეს ნიღაბი რა. მე მგონი იოგას იმაზე უნდა წავიყვანოთ იქ მასტერ კლასი გვექნება. ძალიან მაგარი. ლოპოტაზე არის 21 მაის 21-22 ჩაგიგდებ ბორდ კლასთან ერთად ჯერმენს გვექნება იქ იოგას ტური იქნება ვინ გააკეთებს აი ბორდ კლასში ავარჯიშებს თაკო ერთი გოგო და გვექნება აი მასტერ კლასი ჟერმენის და იქ ბრანჩი და ორდღიანი ამბავი იქნება. ხო, ესეთი მასტერ კლასი ვთქვათ, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, უბრალოდ XP-ს. ჩემნაირებისთვის არის ზედგამოჭერების იცოდე რა. სპეციალისტებთან ერთად გაჩვენებენ როგორ უნდა იხმარო ეს ყველაფერი, როგორ უნდა წაისვა, როგორ უნდა დაიდო, როგორ უნდა ყველაფერს აი ამ გამეხარდა რომ მოვხვდი ამ იმაში რა ქვია. ზუსტად ჩვენ გვაქვს ესეთი, ანუ ჟერმენს აქვს 365 ქვია რა, რატო ქვია? იმიტომ რომ ყოველდღიურად ვისაც აი ესე უნდა რომ ყოველდღე კარგად გქონდეს, ხო იცი, ანუ კარგად გახეხილი თუ რასაც ეს ხარ თქვენი ძახით იმისათვის არის რომ ყოველდღიური საპონი პილინგია. სადაც ესეთი პილინგი აქვს, ოღონდ სკრაბი, რომელიც თან არაზიანებს. აი 365 დღე ესე ქვია, რომელიც შეგიძლია ანუ წელიწადის ყოველი დღე იხმარო. რომელიცაც ვეღარ ვიყენ, მარტო მაგით ვიბან, ვეღარ ვიბან სხვა ვერაფერი. აი ცოტა გიშრობს მე რა. არა, პირიქით, აი ოდნავა აქვს თითქოს ეს სკრაბი, მაგრამ თან კარგად გიტენიანებს, არ გაქვს გამომშრალის ეფექტი და კარგი დაბანილი სახე გაქვს. კვირაში ერთხელ მეორე სკრაბით. ის უკვე აი ეს არის რა ეს ძლიერი ხო აი ნახეთ ყველას თავისი ისა კანცი ხა მე მაგალითად ვერ ვიხმარ რასაც კვირაში ერთხელ უკვე დამატებით იმიტომ რომ ვთქვათ ჩემს კანს თხელი კანი მაქვს ანუ შრალი და თხელი ყველას გვაქვს ჩვენი ესეთი შრალი და თხელი არის ალბათ არც ესე კარგი ხო მშრალი კარგი არის რისთვის გეტყვით რომ იმისათვის რომ ნუ არ გაქვს აკნეს მიმართ მიდრეკილება და ასე შემდეგ იმიტომ რომ ფორები არ გაქვს და რო არ დაბერდე მამისათვის როცა სწორად ხმარობ ამ საცხებს და იტენიანებ მაშინ პირიქით კარგია. აია კიდე ერთი იმედი გამიჩინეთ, იმიტომ რომ მეც მაქვს მშრალი და თხელი კანი. მეტყობა კაპილარი ყველაფერი. პირიქით ნახეთ, ცუდი არ არის. მძიმე კანს უფრო რთულს ეძახიან საერთოდ ჩვენს ესთეტიური მეშ და პლასტიკური ქირურგებისთვისაც, იმიტომ რომ როცა მძიმე არის კანი, ის უფრო მალე მოდის. ბევრი ვიფიქრებ, ბევრი რაღაცები გავიკითხე, და მივხვდი რომ ნუ არა აქვს ალტერნატივა ბოტოქს. არა აქვს. სხვა არის რითი დაეხმარები და რითი ხელშეუწყობ
კომპეტენციაში არ შევდივარ თქვენს არა, ჯერ სულ სხვადასხვა რაღაცა არის, ის სახის კანის მოვლა და აპარატურული და არის ცალკე ბოტოქსი, აბსოლუტურად. ერთადერთი, რასაც ჩემ თავზე ვაკვირდები და ნერვები მეშლება, რომ მაგას ჯერ ვერ მივახციე, რომ დავიცვა სწორად აი ეს შუალედები რა, იმიტომ რომ ისე მეტყობა ახალი გაკეთებულის და მე ცოტა გასულის და მე ისევ გაკეთებულის, რომ მე თვითონ აი საშინლად არ მომწონს რა. აი სიცილის დროს განსაკუთრებით ეს რაღაცა გაში. ჯერჯერობით ყველაზე ვატყობ, ანუ ყველას ეთყობა და ნუ გინდა არ გინდა ჩანს, მაგრამ ნუ ეს აი ერთი ეგ ვერ არა, რატომ ჩემ აქმარმა არ მითხრას, რომ რა, აი რა ქერის რა. ძა, იცი როგორ მეტყობა, აი უცებ აი რაღაცა გადაგიჯილი რა სახე მაქვს ხოლმე და ნუ რო ვერ იცი. მინიმალურად ვიკეთებ. ეხლა არ გეტყობათ საერთოდ. ეხლა იცით რატომ არ მეტყობა? იმიტომ რომ ქალბატონმა ნანამ გამიკეთა. მართლა და მეც ნუ არის ხოლმე ჩვენთან გაიკეთეთ თქვენთან აბა მადლობა ძალიან დიდი პირიქით და ნახეთ მიმიკა აუცილებლად უნდა რჩებოდეს ეხლა ვიღაცას არის ვისაც არ უყვარს უბრალოდ მიმიკის კი ხო აი რა ვიცი მეც მაქვს მაგალითად მაგრამ მიმიკა არის ხო მაგრამ არის ადამიანები რომლებიც ითხოვენ რომ არ ქონდეთ ნახეთ მიმიკა თვითონ და ამ ყველაფრის დაცვა შესაძლებელია რა თქმა უნდა. ნეტა სად წავა ეს ჩვენი საუკუნე და სადღა მიდის. ეხლა ნახეთ სად მიდის იქითკენ რომ უკვე ახალგაზრდავდა წლები ხო ესეა ნახეთ. კი რა თქმა უნდა. ხო უკვე 75 წელი არაფერი არ არის ადრე 75 წელი უკვე იყო და მოხუცებული ხო ეხლა 55 წლის ასაკში აი არ ვიცი ალბათ პლასტიკური ქირურგები და მეთანხმებიან რომ ადრე უკვე დაგვიანებულიც კი იყო პლასტიკური ჩარევა. ეხა აი მეც მაგალითად ეხა 55-ის ვარ, მაგრამ ჯერ არ მაქვს, ნუ აუცილებლად დამჭირდება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვთვლი, მე ესე ვთვლი, რა ვიცი, რომ არ მჭირდება ჯერჯერობით. ნამდვილად არ მჭირდება. აი საერთოდ არ ეს ყველაფერი აი ესე გადადის წლები, აი ამ ესეთი იმით, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის იცით, რომ სამედიცინო მწარმოებლებმა ყველაზე კარგი რაც გააკეთეს გადავიდნენ ესთეტიკაში და იმიტომაც დაიხვეწა ესე, იმიტომ რომ აი მაგალითად თუ გინდ დეკას აპარატურა არის სამედიცინო მწარმოებელი, რომელიც სამედიცინო აპარატურების მწარმოებელია და მათმა შექმნეს უკვე ესთეტიკისთვის ეს, რომელიც დაცული არის უკვე უსაფრთხოებით პირველ რიგში უსაფრთხოებით და შემდეგ უკვე ამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უკვე მოყვება ძალიან კარგი ისეთი შედეგები, სადაც მხოლოდ სამედიცინო ექიმები მუშაობენ თვითონ ამ აპარატებზეც, აი თითქოს უნდა პრო არის რაღაც სახის კორექცია, ტანის კორექცია, მოდელირება, არა, ყველგან ექიმები მუშაობენ. სხეულზე კეთდება, იდეალურია 6 სანტიმეტრიან ცხიმზე მუშაობს, მოჭიბოზეც მუშაობს და ცელულიტებზეც მუშაობს. არა, იოგას ვერ შეგიცვლის, მაგრამ ერთად ძალიან კარგი შედეგია. რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენი იმისთვის არის საჭირო. ეს მართლა ძალიან ძვირფას საჩუქარი ხარ, ჩემთვის გავტესტავ. მე იმ 365-საც მოგცემ. ეხლა მივფრინავ კონცერტი მაქვს და კონცერტის კარგად წავ. აი კონცერტამდე ეს ნიღაბი აუცილებლად დაიდე და ძალიან მოგეწონება. ნახავთ თქვენს და მე მოგვიყევი აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და გისურვებთ წარმატებებს ახლა კონცერტზე და გელოდებით ჩვენთან კიდევ ნატალიაში. დიდი მადლობა რომ მიმიღეთ თქვენს ოჯახში. მადლობა რომ გვიყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დროებით. მომავალ შეხვედრამდე.